უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომლის ფარგლებშიც ლიდერებმა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი განიხილეს. დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს. გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა 15 იანვარს გამართულ შეხვედრაზე რუსეთი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ავიახაზებზე მასშტაბური საჰაერო ტერორისტული კამპანიის დაგეგმვაში დაადანაშაულა. პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოზიციას 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე დაიკავებს. ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციას. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ამას ელოდება, რადგან ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია გლობალურ სტაბილურობაში. ეს არის ჩემი მოსაზრება. ამერიკა არის მთავარი დონორი, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადარჩენაში ეხმარება. ველით ამ მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ დონალდ ტრამპთან მომავალი შეხვედრის ადგილსა და ფორმატზე, სადაც საკვანძო საკითხებს განვიხილავთ. დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ახლა ომის დასრულება გსურს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობის საფუძველზე. ამისთვის კი გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი უკრაინაში ომს არ განაახლებს. გუშინ ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკრაინის და ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ არიან მოწადინებული. ვისაუბრეთ რუსეთის დივერსიული ქმედებების საპასუხო ერთობლივ ნაბიჯებზე. ვფიქრობ, ეს უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს საბოტაჟის მცდელობები, სხვადასხვა ტიპის ომები, რომლებსაც რუსეთი მთელი ცივილიზებული სამყაროს და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აჩაღებს, ერთობლივ ქმედებებს მოითხოვს. პოლონეთი საკვანძო როლს ასრულებს ევროპაში დივერსიული აქტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, რომლებსაც რუსეთი არამხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე აორგანიზებს. რიგ შემთხვევებში საბოტაჟის და დივერსიის მცდელობები ძალიან დრამატული იყო. უახლესი ინფორმაციის დეტალებში არ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ ამ შიშის მართებულობა. რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერაქტებს არამხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ.